JavaScript-ში ფუნქციის გამოძახებას გააჩნია კონტექსტი და ეს განსაზღვრავს იმას, თუ რამ გამოიძახა ესა თუ ის ფუნქცია. კონტექსტს შეგვიძლია მივუწოდოთ this keyword-ით და JavaScript-ის ერთ-ერთი სიძლიერე არის ის, რომ ნებისმიერ ფუნქციაში შეგვიძლია შევცვალოთ კონტექსტი. მოდით ჯერ განვიხილოთ რა არის this keyword-ი და როგორ გამოიყენება ეს. აი ავიღოთ რაღაცა უბრალო person object-ი. Am person object-ზე გამოვაცხადებ say hello methods და იყოს console log hello. და ეხლა ის რომ გამოვიძახო, აი აქ ვაკეთებ მიმართვას, ხომ? ამ person objects მივმართავ და ვეუბნები გამოიძახე ეს say hello ფუნქცია. შესაბამისად this keyword-ი აქ მომცემს აი ამ მთლიან person objects. მაგრამ აი აქ რომ შევქმნა რაღაცა child property და აქაც გავაკეთო say hello მეთოდი და აქაც გამოვიტანო console log-ში this, ამ შემთხვევაში მიმართვა უნდა შევცვალო, ხომ? აქ უნდა ჩავწერო child-ი. შესაბამისად this keyword-ი ამ შემთხვევაში მომცემს child objects. აი ეს მთლიანი child object-ი შემოვა this keyword-ში და არა person object-ი. და მოდით ეს ცოტა უფრო ადვილად გასარჩევი რო იყოს, კარგად რომ დავინახოთ, აი იქ რაღაცა name property გამოვაცხადოთ, აქაც და იქაც. და ესეც შევცვალოთ იყოს this name, გავასუფთავოთ კონსოლი და ეხლა ეს კოდი რომ გავუშვა, რა თქმა უნდა დაგვიწერს Jones. ეხლა ეს property რომ წავშალო აქ და ხელახლა გავუშვა კოდი, რა თქმა უნდა დამიწერს undefined. იმიტომ რომ აი ამ object-ზე, ამ child object-ზე name property არ არსებობს ამ შემთხვევაში. ერთი ვარიანტი რომ მივმართოთ person object-ზე არსებულ name property შეგვიძლია უშუალოდ ჩავწეროთ ეს. მეორე ვარიანტი ცოტა ხანში განვიხილოთ და ეხლა აი ამ კოდს მთლიანად კომენტარში ჩავაგდებ და ცოტა ხანში მოუბრუნდებით ამას. კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ, ესე იგი ამ შემთხვევაში ავიღოთ რაღაცა div ელემენტი და პატარა CSS-იც ჩავუწეროთ ამას პარამ და ამ div ელემენტს მივანიჭოთ რაღაცა click event-ი. Get element by ID, add event listener, click. და შევქმნათ, მოდით ამას ცოტა ხნით ქვემოთ გადმოვიტან. და აქ შევქმნათ რაღაცა logger ფუნქცია, გავაკეთოთ console log this და აქ რომ ჩავუწეროთ logger-ი, ამ შემთხვევაში მოდით წავიკითხოთ რას ვაკეთებთ, ესე იგი div elements ვეუბნებით გამოიძახე ეს ფუნქცია click event-ზე, ხო? შესაბამისად მიმართვას ვაკეთებთ და კონტექსტი ამ შემთხვევაში იქნება ეს div ელემენტი. This keyword-ში შემოვა div ელემენტი. მოდით დავტესტოთ ეს, რომ დავკლიკო ახლა ამ div ელემენტზე, რა თქმა უნდა კონსოლში ამოგვიგდებს divs. მოდით ცოტათი შევცვალოთ ეს კოდი და ერთი ისევ ჩვენი 5 div-ი ჩავსვათ აქ რაც წინებზე გქონდა და დავნომროთ თითოეული. აქ კიდევ შევქმნი for loops. x ნაკლებია ნატოლი 5-ის და x++ და ესეც ჩავაგდოთ აქ. ეს გადავაკეთოთ. ესე იგი ამ შემთხვევაში logger ფუნქციაში შემოვა სათითაოდ თითოეული div-ი, ხო? ამ კონტექსტში თითოეული div-ი ჩაჯდება. მოდით ცოტა საინტერესო რო იყოს ეს console log-ი კი არა იყოს, ეს გადავაკეთოთ და ჩავწეროთ change color, ეს change color. და რაღაცა ფერი შევუცვალოთ მაგალითად თითოეულ div-ს და ტექსტის ფერი გახდეს წითელი დაკლიკვაზე. გავუშვათ ახლა ეს კოდი. მე მგონი უფრო საინტერესო. კარგით, მოდით ესეც კომენტარში ჩავაგდოთ, ამასაც დავუბრუნდებით ცოტა ხანში და კიდევ ერთი მაგალითი ჩავწეროთ აქ და ისევ შევქმნათ ჩვენი person object-ი. ანაც იყოს application ცოტა განსხვავებული რო იყოს. გავაკეთოთ რაღაცა init მეთოდი და ამ მეთოდი ანაც ესეც გადავარქვათ იყოს initialize framework-ებში გვხდება ხოლმე ხო ხშირად ეს application initialize და აქ ჩავწეროთ set timeout, ანუ ესე იგი რაღაცა ფუნქციას გამოვიძახებთ
მაგალითად 2 წამში. 2 წამის მერე. და ეს ფუნქცია იყოს აქვე გამოცხადებული მეთოდი, მაგალითად რაღაც alert box-ი და ამაში alert-ში გამოვიტანოთ hello world-ი. აქ კიდევ გავაკეთოთ მისი გამოძახება. მოდით რა ვქნათ, ეს ცოტა გადავაკეთოთ. აი ამ ჩვენმა alert box-მა მიიღოს რაღაც არგუმენტი და არგუმენტი აი აქედან გამოვუშვათ. ესე იგი, რა ხდება აქ? აი ამ ფუნქციას ვიძახებთ, უბრალოდ თავიდან ვიძახებთ აი ამ set timeouts, მერე ამ ფუნქციას და გადავცემთ რაღაცა მნიშვნელობას ხო იმაში არგუმენტში. და ეს ხდება 2 წამის მერე. და კიდევ უშუალოდ მისი გამოძახება გავაკეთოთ. რომ გავუშვათ ახლა ეს კოდი. როგორც ხედავთ, გვიწერს შეცდომას. alert box-ი არ არსებობს, არ არისო გამოცხადებულია. მოდით ჩავწეროთ აქ, ვნახოთ რა არის this keyword-ი, ანუ რა კონტექსტში ვართ აქ, გადავამოწმოთ. რომ გავუშვათ ახლა ეს კოდი, ხედავთ რომ გვიწერს window objects. და ეს ლოგიკურიც არის ხომ, იმიტომ რომ set timeout-ი ეკუთვნის window objects, ანუ ეს გლობალური ფუნქციაა და window objects-ზე არსებობს ეს ფუნქცია. და შესაბამისად window objects ვეუბნებით გამოიძახე აი ეს რაღაცა set timeout ფუნქცია და აქედან გამომდინარე კონტექსტში this keyword-ში ყოველთვის ჩაჯდება window object-ი. როგორც ხედავთ, კონტექსტი შეიძლება ცოტა პრობლემატური იყოს და მოდით ცოტათი დავსპეცდეთ კონტექსტის შეცვლაში. გაკვეთილის დასაწყისში, როგორც თქვით, ესე იგი ნებისმიერ ფუნქციას შეგვიძლია შევუცვალოთ კონტექსტი და ეს ხდება 3 დამხმარე ფუნქციით bind, call, apply. ნახოთ რა განსხვავებებია მათ შორის და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ თითოეული მათგანი. ესე იგი გავასუფთავებ კონსოლს და შევქმნი რაღაცა log ფუნქციას. აქ კიდე ჩავწერ console log this. და ეგ გარეთ გამოვიძახებ ამ ფუნქციას. მაგრამ მინდა ერთ რაღაცას დავაკვირდეთ აქ, ესე იგი ჩვენ ჩართული გვაქვს strict mode-ი. ეხლა ეს რომ გამოვიძახო, დაგვიწერს undefined, მაგრამ strict mode-ი რომ გამოვთო და ახლა გამოვიძახო ეს კოდი, დაგვიწერს window objects. ეს უკვე მე რამდენი განსხვავება strict mode-სა და არა strict mode შორის. ამ შემთხვევაში strict mode-ი იძახის თუ კი გვაქვს რაღაცა ფუნქცია და ამ ფუნქციას ვიძახებთ აი ესე პირდაპირ ყოველგვარი კონტექსტის გადაცემის გარეშე, მაშინ ამ ფუნქციაში მე ჩავსვამ undefined, ხოლო არა strict mode იძახის, ამ შემთხვევაში არ ვიცი რა გავაკეთო და მე ჩავსვამ window objects, ანუ global objects. მოდით დავაბრუნოთ ისევ ჩვენი strict mode-ი და ეხლა ვცადოთ რომ ჩვენ თვითონ გადავცეთ კონტექსტი ამ ფუნქციას. როგორც თქვით, ესე იგი გვაქვს 3 დამხმარე ფუნქცია, ესენი არის bind, call, apply. და ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ call ფუნქცია და window objects ჩავუწერ პირველ არგუმენტად. ეხლა რომ გავასუფთავო კონსოლი და გავუშვო ხელახლა ეს კოდი, რა თქმა უნდა დაგვიწერს იგივეს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ვაკონკრეტებ და ვეუბნებით რომ window object-ი გვინდა გადავცეთ კონტექსტად. და ჩანაწერი რო წავიკითხოთ, ესე იგი ვიძახებთ window objects ვეუბნებით შენ გამოიძახე ეს log ფუნქცია და შესაბამისად this keyword-ში, ანუ კონტექსტში ჩაჯდება window object-ი. ეხლა ვნახოთ რა განსხვავება ამ 3 ფუნქციას შორის. ესე იგი სამივე ფუნქცია პირველ არგუმენტად იღებს კონტექსტს, ხოლო მეორე არგუმენტი apply შემთხვევაში ცოტა განსხვავებულია. ასევე call და apply ფუნქციები ფუნქციას ეგრევე იძახებენ. როდესაც JavaScript-ი კოდს წაიკითხავს, ეგრევე გამოიძახებს ფუნქციას. ანუ ამ შემთხვევაში apply რომ ჩავწეროთ, ზუსტად იგივეს დაგვიწერს. ხოლო bind-ი რო ჩავწეროთ და გავუშვათ ეს კოდი, ხედავთ რომ არაფერი არ ხდება საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ კოდს უშვებთ. ეს იმიტომ რომ bind-ი უბრალოდ ფუნქციას ამზადებს გამოსაძახებლად. ეს იგივეა რაც დავწეროთ log ფუნქცია ფრჩხილების გარეშე. ანუ ესე იგი თუ გვინდა რომ bind ფუნქციის მერე ეგრევე გამოვიძახოთ ეს ფუნქცია, ანუ კონტექსტის შეცვლის მერე, მაშინ უბრალოდ ფრჩხილები უნდა მივუწეროთ ბოლოში. აი ეს ერთი და იგივე ჩანაწერია, ხო? მეორე განსხვავება არის არგუმენტის გადაცემის დროს, აი ეს ფუნქცია თუ იღებს რაღაცა არგუმენტს, call-ის შემთხვევაში შეგვიძლია აი ესე პირდაპირ მძიმედ გამოვყოთ არგუმენტები,
ხოლო apply იღებს massive-ს და ამ massive-ში უნდა ჩავწეროთ ის არგუმენტები, რასაც გადავცემთ. Bind-ის შემთხვევაში შეგვიძლია არგუმენტი გამოძახების დროს გადავცეთ აი აქ, ან კიდევ ისევ აი აქ ჩავწეროთ, როგორც call-ის შემთხვევაში და ანუ გავამზადოთ, ასე ვთქვათ, ფუნქცია და შემდეგ რო გამოვიძახებთ, ამ გამზადებულ ფუნქციას გამოვიძახებთ. რა თქმა უნდა, აქ შეგვიძლია ნებისმიერი რაოდენობის არგუმენტი გადავცეთ და აი ახლა ეს სამი ჩანაწერი ერთი და იგივე იქნება. Bind-ის შემთხვევაში შეგვიძლია ან გავამზადოთ ფუნქცია არგუმენტებით, ან კიდევ გადავცეთ არგუმენტები გამოძახების დროს. რა თქმა უნდა, ობიექტზე არ ვართ შეზღუდული, როდესაც კონტექსტზე ვლაპარაკობთ, ეს შეიძლება იყოს მასივი, ასევე შეიძლება იყოს string-ი და ასე შემდეგ. მოდით წავშალოთ ეს ყველაფერი და დავაბრუნოთ ისევ ჩვენი მაგალითები. როგორც გვახსოვს, აქ პრობლემა გქონდა alert box-თან. ესე იგი, ერთი ვარიანტი აქ შეიძლება გამოვაცხადოთ რაღაცა self-ცვლადი და მივანიჭოთ მთლიანი ობიექტი მნიშვნელობა და შემდეგ შიდა ფუნქციაში გამოვიყენოთ ეს self-ცვლადი, ხო? რა თქმა უნდა, ეს იმუშავებს, მაგრამ მოდით გამოვიყენოთ ის, რაც ვისწავლეთ ახლა. ამ შემთხვევაში ამ ფუნქციას ვამზადებთ გამოსაძახებლად. შესაბამისად, შეგვიძლია bind this გავაკეთოთ. და რომ გავუშვათ კოდი, რა თქმა უნდა, მუშაობს ესეც. აი call რომ ჩაგვეწერა bind-ის მაგივრად, მაშინ ამ ფუნქციას ეგრევე გავუშვებდა JavaScript-ი, როგორც კი წაიკითხავდა მას. და მოდით ბარემ ბონუსად კიდევ ერთი ვარიანტი გავაკეთოთ. ES6-ში შემოვიდა ისრიანი ფუნქციები, როგორც ვიცით და ამ შემთხვევაში ისრიანი ფუნქცია იგივე კონტექსტს დატოვებს, რაც ქონდა objects, ანუ გარე კონტექსტ შემოიტანს აქ. რომ გავუშვათ ეს კოდი, რა თქმა უნდა, აკეთებს ზუსტად იგივეს. მოდით წავშალოთ ესეც და გადავიდეთ შემდეგზე. ესე იგი, აქ როგორც გვახსოვს, pairs უცვლიდით ამ div ელემენტებს, ხო? მოდით ცოტა დინამიური გავხადოთ ეს კოდი, გავაკეთოთ რაღაცა ფერების მასივი. შემდეგ ამ მასივში ჩავაგდოთ 5 ფერი, ანუ თითოეულ ელემენტს რო თავისი ფერი ქონდეს. და ესე იგი, აქ რაღაცნაირად უნდა გადავცეთ ამ მასივიდან ამოკითხული ფერი ჩვენს ფუნქციას. შესაბამისად, ეს ფუნქცია მიიღებს რაღაცა არგუმენტს pairs. ხოლო აი აქ, როდესაც ვაკეთებთ გამოძახებას ამ ფუნქციის, რაღაცნაირად უნდა გადავცეთ ხომ ეს ფერი. ნუ პირველი ვიფიქროთ კონტექსტზე. რადგანაც ამ ფუნქციას ვამზადებთ გამოსაძახებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ bind keyword-ი. მაგრამ რაღაცნაირად უნდა გადავცეთ აი ეს div-ი უნდა გადავცეთ კონტექსტად. ჩვენ რომ this გამოვიყენოთ, this ამ შემთხვევაში იქნება window object-ი, ანუ ეს არ გვაწყობს. მოდით აქ გამოვაცხადოთ რაღაცა element ცვლადი და ამ ცვლადს მივანიჭოთ თითოეული div-ი მნიშვნელობად. შემდეგ ეს უკვე გახდება ელემენტი და აქ უკვე კონტექსტი გვაქვს. შემდეგ x-ით ამოვიკითხავთ ამ მასივიდან თითოეულ მნიშვნელობას, მაგრამ აქ ერთ რაღაცას დავაკვირდეთ, x იქნება 1 2 3 4 5, ხოლო აქ ინდექსი გვაქვს 0 1 2 3 4, ანუ აქ შეგვიძლია ჩავწეროთ x-1. მე მგონი შეგვიძლია დავტესტოთ ეს კოდი და არ მუშაობს, რაღაცა აქ ფრჩხილი გამორჩა. კარგი, ჩავასწოროთ ეს. გადავამოწმოთ კიდევ ერთხელ. ჩვენიერია. აქ შეგვიძლია call გამოგვეყენებინა, მაგრამ call-ის შემთხვევაში დაგვჭირდება closure-ის ცოდნა და მოდით ეს ცოტა მერესთვის გადავდოთ, როდესაც closures გავივლით. გადავიდეთ ბოლო მაგალითზე. ესე იგი, აქ როგორც გვახსოვს, person object-ზე არსებულ child object-ის მეთოდს ვიძახებდით და გვინდოდა რომ person object-ის name property გამოეგდო, ხო? აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ call, გადავცეთ person-ი და რა თქმა უნდა ეს დაგვიწერს James. ნუ აქ კონტექსტი რო არ შეგვეცვალა და name property რომ ქონოდა და პირდაპირ გამოგვეძახა, როგორც წინაზე ვნახეთ, რა თქმა უნდა ეს დაგვიწერდა Jones ამ შემთხვევაში.
ზოგადად კონტექსტის გამოყენება საზღვარი არ აქვს, ძალიან ბევრ რაღაცაში შეგვიძლია გამოვიყენოთ და მომდევნო გაკვეთილებში კიდევ უფრო კარგად განვიხილავთ ამას.